დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგვპირდით, წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, წყლეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილს. მამაო, დაგვგლოცეთ, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. როგორც გიორგიმ დაანონსა, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელზეც პრინციპში არც გვისაუბრია არასდროს. ეს არის სპორტისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხი. და გიორგიმ ძველი ცნობილი გამონათქვამი გაიხსენა, რომ ჯანსაღს ხელში ჯანსაღი სულია. თუმცა ალბათ რაღაც ძველი სპარტანული წესიც რამდენად მისაღები, ამაზე თქვენ გაგვცემთ პასუხს. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სპორტის მიმართ და ეკლესიას ზოგადად რა დამოკიდებულება აქვს სპორტთან? სპორტი ეს არის ვარჯიშები, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აღზრდას ემსახურება. ჯანსაღს ხელში ჯანსაღი სული ამას თავისი მიზანი, თავისი დამოკიდებულება ჰქონდა ეს შესაბამისად გარკვეული ამოსავალი წერტილი იყო იქ არსებული აზროვნებისა, რომელიც მათ სჭირდებოდათ, ჩვენ რომ არ გადავიდეთ იქით მხარეს და რომ არ დავკარგოთ, მას თავი დავანებოთ იმის განმარტებას თუ რატომ იყო ეს წარმოთქმული, მაგრამ ქრისტიანისთვის საკითხს ესე დავაყენებთ, თუ ადამიანს ბუნებრივად ფოძებული აქვს ჯანმრთელობა, მას თავისთავად უნდა მოუფრთხილდეს. ყოველ შემთხვევაში დაუდევრად არ უნდა მოექცეს. ესეთი რამე არის ნათქვამი ეფრემ ასურის მიერ, რომ მაცხოვარი ჩვენ ნებათა მოკვეთას გვასწავლის და არა ხორცის მოკვდინებას. ნებათა მოკვდინებას გვასწავლის და არა სხეულისას. შესაბამისად, თავისთავად ხორცის სხეულებრივი თვითგვემაც არამართებულია ცალკეულ მიმდინარეობს ცალკეულ კონფესიებს, ცალკეულ აღსარებლობებისთვის დამახასიათებელია თვითგვემეთი საკითხები, რაც ქრისტიანობისთვის სავსებით უცხო არის. თვითგვემა არსებობს ნებათა მოკვდინება და კონკრეტულ ნებასთან მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ არა სხეულის დასახიჩრების ხარჯზე. ყოველ შემთხვევაში ის ცალკეული ფაქტორები, ექსცესები, რომელიც ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაში შეიძლება ვთქვათ, გავიხსენოთ და ეს პრეცედენტი ვთქვათ, გარკვეულწილად მომხდარა ხოლმე, იმას თავის განმარტება ჰქონდა და არ ნიშნავს ეს რომ უნდა განზოგადდეს და ზოგად ქრისტიანული სწავლება არის. ისინი კონკრეტული ვითარების და არჩევანის წინაშე დადგნენ და შესაბამისად მათ დააყენეს ამგვარად ცნება, როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ უგეთო თვალი შენი გასწუნებდეს უმჯობესი ამოითხარო და გადააგდო ვიდრე ჯობია ერთი თვალი ჩავარდეს გეჰენიაში ვიდრე მთელი სხეული და ასევე მარჯვენაზე, როდესაც ამბობს ურჩევნია ადამიანს ერთი სხეული დაკარგოს ვიდრე მთელი სხეული ჩავარდეს. ეს სხვა მიმართება, ეს ნებასთან დაკავშირებულია და აბსოლუტურად სულ სხვა რამეს ნიშნავს. ასე რომ ადამიანი ვალდებულია თავის სხეულსაც მოუფრთხილდეს. მის მიმართ დაუდევრობა ასევე პასუხისგებლობას წარმოაჩენს ღვთისმინაში, თუნდაც თვითმკვლელობის ფორმებიც სხვადასხვაგვარია, თუნდაც ისა რომ ადამიანი ნიკოტინს ეწევა, ნიკოტინი ამ შემთხვევაში ახლა ამას მედიკები უფრო კარგად განმარტავენ, მაგრამ ყველა იმ ფორას, რითაც ჟანგბადი იკვებება მთელი ჩვენი სხეული, ეს სისხლოვანი სისხლოვანი სისტემებია თუ სხეულის სხვადასხვა კუნთები, ნაწილები, ფორები, რომელსაც სწორედ სპორტი უწყობს ხელს, რომ ის ბოლომდე გაიშალოს და ჟანგბადით და ყველა ნივთიერებით ორგანიზმი მაქსიმალურად გამოიკვებოს, ოპტიმალურად გამოიკვებოს. შესაბამისად, ნიკოტინი ამის ხელი შემშლელი არის, ბიძნავს იმ გასასვლელებს, რის გამოც ადამიანი ვეღარ ახერხებს თავისი ორგანიზმი ცრულად გამოყვებას. ეს მედიცინის საქმე არის, მედიცინის სფეროა, მაგრამ დავასახელოთ ის, რომ თუნდაც მაგალითისთვის მოყვანილი ნიკოტინი, ეს არის ნელი თვითმკვლელობის გზა. ასე რომ ნებისმიერი მეთოდი, როდესაც ადამიანი თავის სხეულს რაიმეს დააკლებს, მე არ ვიძახი ფუფუნებას, ელემენტარულად დაუდევრად მოექცევა, ეს ღვთისმინაში პასუხისგებელია, როგორც ღვთის ხატების არ მოფრთხილებელი. რა თქმა უნდა, ადამიანის სხეული არ განასახიერებს ღვთის ხატებას, მაგრამ ადამიანი როგორც არსი არის ღვთისაგან შექმნილი და შესაბამისად მას უფლება არ აქვს, როგორც თავად არ დამწყებს, თვით არ დამწყებს თავისი სიცოცხლისა, ყოფიერებისა, ასევე არ აქვს უფლება აღსასრულისა,
თვითონ გადაწყვიტოს, როდის გავიდეს ამ ქვეყნიდან. ასე რომ სულისა და სხეულის მიმართება, რადგანაც მეტად მჭიდროა, ადამიანი გარკვეულწილად თავის სხეულს უნდა მოუფრთხილდეს. რაც შეეხება სპორტს, სპორტი გარკვეულწილად, ცალკეული სახეობები, ეს არის გონებისა და ფიზიკური სხეულის აქტივობა, რომელიც ადამიანისთვის გარკვეულწილად სასარგებლოა. თუ უკვე რა ხარისხზე იქნება საუბარი, ეს უკვე ცალკე თემაა. რაღაც სპორტის კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით ჩნდება ხოლმე შეკითხვები, მამო და მინდა ეს გკითხოთ სწორედ, აი კარატე და ეკლესია, ვთქვათ, იოგა და ეკლესია, აი რამდენად მისაღებია ეკლესიური ადამიანისთვის, ქრისტიანისთვის სპორტის ეს სახეობები? ამ შემთხვევაში ეს ორი ბოქსზეც თავისი წარმოშობის მიხედვით მეკუთრად განსხვავდება ხლა რაც ჩამოთვალეთ ერთი მხრივ თუ ადგი იოგა რო განვიხილოთ იოგა ცალკე თემა არის ის კი ძალოსნური სპორტის სახელი აქვს ხლა მინიჭებული მოდი გამოვყოთ ერთმანეთისგან იოგა მიუხედავად იმისა რომ ну მე რა თქმა უნდა ამ ფენომენს არ ვფლობ, არ ვიცნობ, მხოლოდ ზედაპირული შეხება მქონდა, ზედაპირული ცოდნა მაქვს მის შესახებ, პირდაპირ უბრალოდ ასეთ რამეს ვიტყვი, რომ თავისი ვარჯიშებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ნამდვილად უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის მიმოქცევას, მთელ რიგ საკითხებს, თუმცა მისი წარმოშობა, ის მიზეზი თლად ფიზიკური ჯანმრთელობა არ იყო. აბა რა იყო? ვინც არის? რელიგიური სარჩული აქვს მას. და აქედან გამომდინარე თვითონ დღესაც თითოეული ადამიანი, რომელიც იოგას ვარჯიშს მისდევს, დამეთანხმება, რომ ის გარკვეული ჯაპას არ შესრულების შემთხვევაში ვერაც აღწევს საწადელ მიზანს. ჯაპა ეს არის ლოცვითი მდგომარეობა, ანუ медитация გარკვეული რელიგიური მდგომარეობა, ну ტრანსი არის ეს საკუთრივ სხვა მდგომარეობა, ლოცვითი მდგომარეობა, ჯერ იწყება თვით ჩაღრმავებით, შემდეგ მიმართავენ გარკვეული სახის ლოცვას და მათი ასე ვთქვათ გურუ, დღეს ასე ვთქვათ იოგის ფიზკულტურის მასწავლებელი ურჩევს შემდგომ სულიერ სწავლებასაც. ძალიან პოპულარული ხდება ბოლოს დამარჯებაც მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული გაქრისტიანება, სადაც იესოს ლოცვას მიმართავენ და მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად იესოს ლოცვის დანიშნულება და არსი აბსოლუტურად სულ სხვა არის, იოგას ლოცვის არსი დანიშნულება სულ სხვა არის და ფაქტია ერთი რამ, რომ ეს ვარჯიში იმდენად რელიგიურია, იმდენად აბსოლუტურად ცალსახად გამიჯნული არ არის რელიგიისგან ეს ვარჯიშები რომ ვერ დავაყენებთ ცალკე იმ ვარჯიშებს ფაქტიურად თავადვე აფიქსირებენ ისევ გავიმეორებ რომ იმ მეთოდების გარეშე შედეგს ვერ მიაღწევენ. მაგრამ მეც გავიმეორებ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ბოლო დროს და არის პოპულარული გოგონები და ძალიან პოპულარობით სარგებლობს დიდი პოპულარობით. ეს ეპოქალური მოდა არის მე მახსოვს ჩემ დროსაც ერთი პერიოდი იყო მისი ახლა თქვათ აღმოფრენა მისი ესე თქვათ პოპულარულობა და შესაბამისად ეს გარკვეულწილად ასაკობრივია და გარკვეულ ეპოქაში შემოდის მისი თქვათ კარნახი მისი პოპულარიზაციას ახდენენ ხოლმე თუმცა მაინც და მაინც არ ურჩევ იმიტომ რომ თუ ასე რიგად ჯანმრთელობა სურთ ამისთვის არსებობს უამრავი სპორტის სახეობა, რომელიც ამ შედეგს ნამდვილად მისცემს. და დანარჩენი უკვე გადადიან სხვა რელიგიაში, უკვე მათი გადასაწყვეტია დარჩებიან იმ რწმენის ერთგულნი, რომელსაც მაცხოვარი კონკრეტულად ამბობს, რომელსაც ვერავინ ვერაულით გვერდით. არა ქვია, მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არ ეყნე შენ და უცხონი ღმერთი ჩემსა გარშ. აქ თავდება ყველა. აბა რა შეიძლება კარატეს, ხო ბოდიში. ხო, არა უშავს. ხო, ეს საინტერესოა კარატე, იგივე ბოქსი და ესეთი სპორტი. ხშირ შემთხვევაში განმარტებას უდებენ, რომ კარატეც რელიგიური წარმონაქმნია. რელიგიური წარმონაქმნი არ არის ეს იაპონური მოვლენა არის, რომელიც გარკვეულწილად ჩინეთსაც დაესახა. ამ შემთხვევაში ნუ შევეხოთ საბრძოლო ხელოვნებას და სანამ ზოგადად საბრძოლო ხელოვნებებს გადავალთ კარატეზე პირდაპირ დავაფიქსირებ რომ
იგი გარკვეულმა სოციალურმა ვითარებებმა წარმოჭრა, როდესაც კლასობრივი განსხვავება იყო იაპონიის ფეოდალებსა და გლეხებს შორის. იქ როდესაც თქვათ მოხდა სამხრეთ კუნძულებზე მთელი რიგი ანექსია, როდესაც უპირობოდ სამურაების კასტა გაბატონდა და მეომრები და ფეოდალები გათავხედებულნი ჩაგრავდნენ იაპონელ გლეხობას დაბალ ფენებს, სოციალურად დაბალ ფენაში მყოფ კასტას, აქედან გამომდინარე ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ მოეგონებინათ მთელი რიგი საბრძოლო ხელოვნება და დავაფიქსიროთ აქედან ამავე დროს ის, რომ მათ არ ქონდათ უფლება იარაღი ეტარებინათ გლეხებს, მიწათმოქმედებს. ისინი იბრძოდნენ ნებისმიერი ხელსაწყოთი, რაც მათ ხელთ მოხდებოდა. ეს იყო სამუშაო იარაღები თუ ასევე შიშველი ხელი და სწორედ ის ძლიერი დარტყმა, რომელიც კარატეშია ცნობილი, რომელიც აგურებს, ფიცრებს ამტვრევენ, ამისი ვარჯიში, ამისი მიზანი და იდეა იყო სწორედ ის, რომ შეჯავშნული მეომარი ჩამოეგდო ძირს და რადგანაც თვითონ სამურაების საბრძოლო ხელოვნების საკმაოდ დიდ ოსტატები იყვნენ, აქედან მათ იძულებულნი იყვნენ, რომ ერთი სწრაფი დარტყმა გაეკეთებინათ, რომ ვინ ვის აჯობებდა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. დღევანდელობაში თუ გადავხედავთ ახლა როგორც დანარჩენ ძალოვან სპორტებს კარატესთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი საბრძოლო ხელოვნება და მოდით განვიხილოთ, არის თუ არა ქრისტიანობაში ადგილი საბრძოლო ხელოვნებას. როგორც ესეთი ბრძოლა და ომი ეს ქრისტიანობის საქმე არ არის. თუმცა ზოგადად ისტორიაში რომ გადავხედოთ, ომი იყო გარდაუვალი ცნება. თუ რას შეეხება ომი, მარტივად გადავწყვეტოთ, ნებისმიერ მამაკაცს აბარია თავისი ოჯახის წევრების სიწმინდე. იერემია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ გოდებდაო, ქალწულიო, როდესაც მასზე ძალა იხმარეს და არავინ იყო შემწემისაო. ანუ რა, რომ ამ შემთხვევაში ამ სიტყვებს არ იტყოდა იერემია, თუ ვინმე მას არ შეეწეოდა. თავისთავად იმ საზარელი ფაქტის დროს, როდესაც სხვაზე ძალადობა ქვია, თავზე ადამიანი მაყურებელი დაადგეს და კეთილი სიტყვით უთხრას, იცი მოყვასო შენ სიძვაში ხარ, ან ძალადობაში ხარ, ამას მერწმუნეთ ნამდვილად მოძალადე ვერ შეიგნებს. ეს სრული აბსურდი იქნება. შესაბამისად, ძალისმიერი მეთოდია საჭირო, რომ ადამიანი დაიცვა. სხვა რა, ერთი მხრივ მაცხოვარი, როდესაც ამბობს, რომ მიუპყარ მარჯვენა, როდესაც ერთი ლოყა, როდესაც მეორე შეგიშვერენ, თავისთავად მართებულია და ეს ჩვენ შინაგან თავმდაბლობას და მოთმინებას მიუთითებს. მაგრამ როდესაც უმწეოს დაცვას ეხება საუბარი, ყოველი ადამიანი ვალდებულია უმწეო დაიცვას. ეს არ ნიშნავს ვიღაცის მოგვტვინებას, ეს არ ნიშნავს ვიღაცის რაღაცას, მაგრამ როდესაც მთელი ცხოვრება ვიღაცას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ენგრევა, მითხარით, რომელია უფრო მეტი პრობლემა მთელი ცხოვრება ადამიანის გაუბედურება თუ იმ მომენტში სამწუხარო, ვითარებითი შექმნილი მდგომარეობის გამო ადამიანის ძალადობრივად დაცვა. ომის შესაბამისად წარმოადგენს ამას მომხდური ერჩვენილ და სახლში მოვა, შესაბამისად მოყვება მას ის პრობლემა, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი ოჯახის წევრების დაცვა და ამიტომ შესაბამისად ბრძოლის ველი ჩვენი ტერიტორიის დაცვა, რასაც ქვია, სწორედ ასახავს ამ მდგომარეობას, რომ კრებითად ხდება იმ ადგილზე შეჩერება და ალაგმა მომხდურისა, რომ არ მოხდეს მთელი დიდი პანდემია, რასაც ქვია მთელი ქვეყნის მოხრება და უამრავი ოჯახის გამწარება და ატირება. ასევე შევადაროთ, რომელი უფრო დიდი ჭირი და უბედურება იქნება უამრავი ოჯახის გამწარება, უამრავი ოჯახის აოხრება, უამრავი ადამიანის სიკვდილი, უმწეოთა, ბავშვთა, შვილთა, მოხუცთა, ქალთა, უნარმოკლებულთა თუ თქვათ მოძალადეს მოგერიება, რომელიც მოდის უპირობოდ და ის ცდილობს მოახდინოს არა ცალსახად ტერიტორიის მითვისება, არა ცალსახად ანექსია, არამედ ქვეყნის გაპარტახება. შესაბამისად, საბრძოლო ხელოვნება აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა და იარაღის გარეშეც მოქმედებაც, ეს ხელოვნება, რასაც ჩვენ კარატეს, ბოქსს, ჭიდაობას თუ სხვადასხვა რაღაცას ვეძახით, ეს არის საბრძოლო ხელოვნება. მიმართავდნენ თუ არა მას ქრისტიანები? ასე დავსვათ კითხვა.
თავისენად უამრავი მხედარი, რომელიც დიდმოწამედ გვაქვს და სასოდ გვაქვს და მას თაყვანს ვცემთ, პატივს ვცემთ, მივაგებთ, როგორც სწორედ მხედართ და მხედართა მხედრად გამოხატულს. დიმიტრი თესალონიკელი იქნება, წმინდა გიორგი იქნება, თეოდორე ტირონი იქნება თუ თეოდორე სტრატილატე. გავახსენებ მაყურებლებს ერთ-ერთ ისტორიას, როდესაც სწორედ ქრისტიანებისგან შემდგარმა კოჰორტამ გერმანიაში შეჭრილი რომის იმპერატორი იხსნა გარდაუვალი დაღუპვისგან. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერატორი წარმართი იყო და იმ კოჰორტაში ჭარბობდნენ ქრისტიანები, მხოლოდ და მხოლოდ მათ გამოიჩინეს ნებისყოფა, ერთგულება ადამიანისადმი და არ გაწირეს სიკვდილისთვის და იბრძოლეს უკანასკნელ წვეთამდე. წმინდა გიორგის რაც შეეხება, წმინდა გიორგიზე მარტივად ავსახავთ, თუ მას არ ექნებოდა თვალსაჩინო ბრძოლის უნარი, ხელოვნება, თავისთავად თავისი გარეგნობით ან რაიმე თვისების გამო არ აღმოჩნდებოდა დიოკლეტიანეს ყურადღების ქვეშ. ამიტომ ერთი რამ დავაფიქსიროთ, რომ ისინი ჩოლოვანი მხედრები იყვნენ და ეს საბრძოლო ხელოვნება გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდა. დავანებოთ იმას თავი, რომის იმპერია თუ ბიზანტიის იმპერია ანექსიას ეწეოდა თუ არ ეწეოდა. ზოგადად ისინი მის ქვეშ იყვნენ, მორჩილების ქვეშ, რომელსაც ცხოვრობდნენ და პავლე მოციქული ამგვარად მიმართავს, როდესაც მეუბრები ეკითხებიან, ჩვენ რა გავქნათ, იმიტომ რომ ისინი სხვისი ხელმწიფების ქვეშ მოქმედებენ. მაგეყავ როჭიკი თქვენი, ანუ ის გადასახადი, რომელსაც მეომარს უხდიდნენ მაშინ რომის იმპერიაში. ასე რომ ცალკეული მოქმედება ჩვენ რომ თემას დიდად არ ავწდეთ, ეს იყო არც მეტი, არც ნაკლები საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც გარკვეული საჭიროება ჰქონდა და შეიძლება დადებითი სარჩული ჰქონდეს. რაც შეეხება დღეისობით, მარტივად გადმოვიტანოთ, ეს არის გარკვეული პირველ რიგში რა თავის დაცვის საშუალება. რატომ ლაპარაკობ თავის დაცვაზე, თუ კი წეგან ვისაუბრეთ, რომ ქრისტიანი ვალდებულია დაითმინოს, როდესაც ერთ ლოყაში შემოარტყავენ და მეორეც უნდა მიუშვიროს. არის ამგვარი საკითხი. თუ ჭაბუკი თავის დაცვას არ მიეჩვია, ის ცხოვრებაში ვერც ვერავის ვერ დაიცავს და პირიქით მათ ზურგს უკან დაიმალება. სილაჩრე მეორე მხრივ უფრო დიდი პრობლემა არის. სიმხდალე ეს ძალიან დიდი უბედურებაა და ხშირ შემთხვევაში ჩემ პრაქტიკაში ამგვარად მოსწრებია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ იცავს, თუნდაც გალახული დარჩეს, მაგრამ თავის დაცვას ცდილობს, იგი ვაჟკაცობას ეზიარება, მაგრამ რომელიც არ ცდილობს, ასეთი უფრო დიდი პრობლემა ხდება. იგი გულში დოგმას ღებულობს, სამაგიეროს გადახდის სურვილი უჩნდება, თუნდაც განუხორციელებელი, მაგრამ მთელი ცხოვრება მუდმივად სხვათა სიძულვილით არის აღჭურვილი. თან თუ მოხდა მე ისეთ თანამდებობაზე ერთდროულად ამოამთხევს. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა. თანამდებობა ამისთვის არ არის საჭირო. არის, ერთდაგეთახმებით. ისედაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში ეს და როდესაც სიძულვილს ატარებენ, ის მეტად პრობლემური არის. ადამიანის შემდგომ მეტად არამართლებულიც არის ღვთისმშობლაში, როდესაც საკუთარ სიმხდალეს სხვა სახელს არქმევს, ეს არის ეს სახელი არის თავმდაბლობა. ამიტომ სჯობს, რომ მან საკუთარი თავი დაიცვას, ვიდრე გულში ან ხმამაღლა ბილწმეტყველებას მიმართავდეს, ტიროდეს და ამ ტირილის შედეგად გულში ფარული სძულული და ბოღმა ატაროს. სჯობს მან თავისთავად ფლობს და მეცაც ვიტყვი, პრაქტიკამ დაადასტურა და აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ასეთ სპორტით არიან, თუნდაც ძალოსანი სპორტით არიან დაკავებული, იქ ძირითადად სწორედ გადიან იმ წრთნას, რომ ძალადობა ქუჩაში არ გამოიჩინონ. ის მათთვის მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება აუცილებლობაში გამოწვეული, რომ საჭირო, როდესაც მათ თავდაცვა დაჭირდება. დიახ, აი რაგბისტები, რომელიც ძალიან ძლიერები არიან, მამაო, არასდროს არ მინახავს ქუჩაში მოჭუბარი. და არა მხოლოდ ანუ არ იყენებენ ხოლმე ამ თავის ძალას, ცუდი მიმართულებით. საკუთარი თავდაცვა შესაბამისად ეხმარება იმ პირობას, რასაც ქვია შემდგომ მათ ზურგს უკან უმწეოს დაცვა. მეტი სხვა რა. დავასრულოთ უნდა ჩვენ. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ ძალოსან სპორტზე ვისაუბრეთ. არა უშავს. ზოგადად ეკლესია, რა თქმა უნდა, პირიქით მიესალმება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ის რომ დილა დავიწყოთ გამომხნეველი ვარჯიშით და ვივარჯიშოთ, მე მგონი ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, ხო ეკლესიას, მამაო?
ზოგადად ვარჯიში ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სწავლასაც, ჩემეცნებასაც. ისე რომ კარგია ეს ყველაფერი, თუ კი დავკავდებით ამის. ზომიერად და კონკრეტული მიზნით და მოტივაციით. ალბათ ამაზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენოთ სტუდიაში წყნეთის მინდანოს სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობდა.